საღამოში დობისა მოგესალმებით ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო, როგორც იცით, დღეს კვირაა და ეთერშია ყველაზე სასაცილო, ყველაზე გასართობი გადაცემა ანეკდოტების შოუ. არაჩვეულებრივი სტუმრები მყავს, ძალიან კარგი პროფესიონალი მომღერლები, არაჩვეულებრივი, ესე იგი ჯგუფი იბერიას წევრები, ბექა წულაია და გრიგოლ სოზიაშვილი. ბექა წულაია და გრიგოლ სოზიაშვილი ჯგუფ იბერიას წევრები არიან. და დღეს ანეკდოტების შოუში გაფრთხინდებიან. გიგა მთიულია, ხოლო ბექა კი პირიქით, მეგრელი. ანდაზაც ამაძეა, ბექა რომ გულში მღეროდა და მთიულ გოგას ეუბნებოდა ბანი მომეცი. იბერიას სიმღერები ძალიან ბევრ TikTok-ს ადევს ფონად. ამიტომ მათი საყვარელი ენის გასატეხი არის TikTok-ი ატიკტოკებულა, სატიკტოკეში ჩატიკტოკებულა. ანეკდოტების შოუში მეორედ არიან, არიღლებიან და რა ჩვენი ბრალი. ეს რუსთავი 2 და ანეკდოტების შოუ. და კარგად რომ დაიმახსოვროთ, ნუ გადართავთ სხვა არხზე და გვიყურეთ ყოველ კვირას 10 საათზე. ხოთ სტუდიაში. გავშევხდით ამ წელს. როგორ ახართ? კარგად. მადლობა, ძალიან კარგად, როდესაც თქვენ ბრძანდებით ჩემი სტუმარი. კეთილი იყოს ამ წელს ჩვენი ფეხი თქვენთან. პირველად. პირველად ანეკდოტების შოუში რა თქმა უნდა, ამ წელს 2025-ში. ნუ ხვდებით ალბათ რომ განაპირობა თქვენი სტუმრობა კარგმა რეიტინგმა და იმედი მაქვს რომ ეს პერიოდი რაც ვერ ვნახეთ ერთმანეთი, კარგი ისტორიები დაგიგროვდათ. თუმცა სანამ გადავალთ რა ხდება თქვენსკენ ახალი რა არის? ჩვენსკენ რა ხდება და ეხლა გადაცემის ჩაწერიდან პირდაპირ მივდივართ გუდაურში ჩემო პაატა. სასრიალოდ ალბათ. სასრიალოდ თან სამღერად ხო? სრიალებს უნდა დაუკრათ კონცერტი. ერთ-ერთ ქართულ რესტორანში გვაქვს ივენთები ყოველ საღამოს. ამ საღამოს, სხვა საღამოს, ზეგ საღამოს და მას ზეგ საღამოს. იცი რა? არის ინტენსიურად ხალხი დამშენებლები არის. კი, ეხლა თოვლიც მოვიდა დღეს გითხესო. აუ რა კარგი. მოთოვაო და იქო ბიჭებო ჯაჭვები და მთელი ამბები მოიმარაგეთ ისე არა. ცოტა ქონდა დანაკლისი თოვლის წინაზე რო ვიყავით, მაგრამ დღეს მოსულა კარგად და მომზადებულები მივდივართ. ანუ ვინც გუდაურში ხართ, ეხლა ეს არ არის იმ ხელა ქალაქი რომ ვერ გაიგოთ, არ გვაძლევს უბრალოდ საშუალებას ჩვენი სატელევიზიო ეთერი რომ დავასახელოთ სად არის კონცერტი, მაგრამ მე მწუნით რომ გაიგებთ, მიბრძანდით, მე რეკომენდაციას უწევ ბიჭებს რომ მაგარ დროს გაგატარებინებ. გაიხარეთ. მადლობა ძალიან. კარგია, კარგი, ნეტა მეც მოვდიოდე. კარგი იქნებოდა. კარგი იქნებოდა. ეს რატომ მოიტანე მითხარ? ეს რატომ მოვიტანე და პატარა ამბავი უნდა მოვაყოლო ამ ინსტრუმენტს. მართლა? კი, ვაპირებ. რა საინტერესოა. კარგი, ბიჭებო, მოკლედ, მოდი იცი როგორ ქნათ. ხასიათზე რომ მოვიდეთ, თქვენი ასე ვთქვათ, მეგობრები, ძალიან კარგი ბიჭები, ყველას დიდ პატივს ვცემთ. რა შეცი საქმე, მე აი რაღაცნაირად მაინც გამოვიდა, რომ ჩვენ ვართ რაღაცა დროში დაიწყეთ თქვენ სიმღერა, მე მოხვედით აქამდე და ძალიან კარგია, როცა თქვენი შრომა რაღაცნაირად ფასდება. აგერ უკვე სამდღიანი კონცერტები გაქვთ. კი ბატონო. 20 დღეაზეც გადავალთ თვალე და ძალიან დიდ პატივს ვცემ ყველას და მოდი მოვიწვიოთ ბიჭები. და ერთი კარგ ხასიათზე მოვიყვანეთ და მე გავაგზავნოთ. დიდი სიამოვნებაა. ასე კარგი ნუ ხარავო ვოი და ბეჭაღირა ძალი ფეხი სახლში მიმდის ძალი რჩება უკანავო ბეჭაღირა სახლში ცოლი და მიხვდება კოკოლა და მუქარავო ვოი და ბეჭაღირა აგმაში ბაშუკა უწევს ხითა და სუკანავო ბეჭაღირა მალა
ღირამალა დუქანავო ასე კარგი ნუ ხარავო ვოი და ბეჭა ღირამა ცალი ფეხი სახლში მიმდის ცალი მრჩება უკანავო ვოი ბეჭა ღირამა ბეჭა ღირამა ბეჭა ღირამა ბეჭა ღირამა ბეჭა ღირამა ღირამალა დუქანავო ასე კარგი ნუ ხარავო ცალი ფეხი სახლში მიმდის ცალი მრჩება უკანავო სახლში ცოლი დამიხვდება ქოქოლა და მუქარავო აკვანში ბოშუკა უწევს ხითხითა და სუკანავო ღირამალა დუქანავო ასე კარგი ნუ ხარავო ცალი ფეხი სახლში მიმდის ცალი მრჩება უკანავო სახლში ცოლი დამიხვდება ქოქოლა და მუქარავო აკვანში ბოშუკა უწევს ხითხითა და სუკანავო ვოი და ბეჭა ღირამა დაუბრუნდი ჩემო ძირფასებო, გადასარევი, კარგი და მშვენიერება. მოდი ახლა ჩემს ძირფას რეჟისორს, ასევე ჩემთვის ძირფას ადამიანს, კარგად ვთხოვ, რომ გვაჩვენოს ერთი აგერ რა ხდება დღეს. თემები გადაცემის ღალატი, მოგზაურობა, აგერ ვიბრძანდებით კიდევაც. სვანები, ცხოველები, იმერლები, ოჯახი, სპორტი, გურულები, კახელები. აჰა. რატო არ არის სუფრა? ასეთი ნაბახუსები ვარ და სუფრა. არა, შესუძლია მაინც გქონდა ხოლმე აქ და ძალიან გაღლეტილები და ხვდით მითაკითხა. კარგი, რა ვქნათ ახლა, ვინ დაიწყოს? მაინც ამ ეს ფანდურია თუ რა ქვია ამას? ფანდური. კი. ჩონგურის სხვა. კლასიკური ფანდური. ჩონგურის სხვა არის, დიდია უფრო და ფანდურით არის კაცი მოსული და დაიწყოს. დაიწყოს. ოე ხამხელეს. შეგიძლია ტაბლეტი აიღო ძმაო და აიმე. გაუსვი თითი. აბა ნახოთ. გაუსვა და გამო. ნახოთ რა თემა მოვა. პირველი რაუნდია 50 ლარი ძმებო. მეორე 100 და მესამე 200. სერიოზული კონკურენცია უნდა გაუწიოთ ერთმანეთს მაშინ. არა. ცხოველები რა. არ მოგივათ ჩხუბი დამიჯერეთ. აქ ისეთი ხალხი მოდის მეგობრები, რომ ძალიან მაგრად იყოფენ ხოლმე ამ. რა. ცხოველები. ცხოველები ამაუდა. და მაინტერესებს ფანდურზე რა უნდა გააკეთო ცხოველები. აი ცხოველები. შენ პირდაპირ მომზადებული გაქვს. ცხოველებზე ფანდური არა. რა განუგადამო. მოუვიდა თან. ბედი შენ ქონია ჩემოგითა. ეხლა ვერასაც ფიქრობ თუ ის გააკეთე, შენ იქნები ყოჩარი. აბა ნახოთ. ოღონდ მითხარი აუცილებლად. გამოვათო არა. მაგას ფიქრობდი თუ არა ხო? მე რეიტყვიან ამას ამბობდი და თუ გინდა გეტყვი რა. მართლა მაგითი უნდა გააკეთო რა. რა შევეცდები. არა, აი მე მაგალითად ისეთი რაღაცა ვიფიქრე, რომ ცხოველები და ჩამოკრავს რამე ცხოველები რო ურევია ისეთ სიმღერას. სპორტზე სპორტული რაღაცა და შეიძლება კაი გამოვიდეს. ნუ მოკლედ რა ერთ სიტყვით ცოტა ისეთი მოკლე ანეკდოტი არის და თან მაგიტო ჩავახსოვ ინსტრუმენტს და რაღაც ცოტა ისეთი გამოვიდეს რა დრო. მაგით შესავალი გააკეთე და ააგძელე ცოტა. დათვი გელი და მელია დაძმობილდნენ. გაუყვნენ გზას ჩემბექა და აი ესე მოხდება. ხა მიბაჯბაჯებენ და. მელიას ვენაცვალე დაც. ხო და მე რა ხდება? ეხა მოგიყვებით გავაგზავნეს გზას გაუყვნენ და ესე ეგ იყო შარა. შარა გზაზე მიდიან. ჯიგარი ხარ. ერთ სიტყვით მედიან გზას ეხა ტყე მოიარეს ყველაფერია მეგობრულად რაღაც აკეთური იკეთური ყველაფერს აკეთებენ და მოშივდებათ რა. მოშივდებათ ეხა. აი ეგ შეგიძლია ეხა რომ თან დაუკრა და რასაც ამბობ ააყოლო. უიდედა. არა. რატო? დაანადვილია. აბა როგორ? რითმი ხო იცი მაგ სიმღერით? ცდია ვერც. მიდი რა. ჩვენი მაპაპა მეც კი არაფერს აკეთებდა შაი. ხო და მიდიან არა შანსი. გამოლიცმული. სადღაც გავჩერდი? მიდიან ერთ სიტყვით და მოშივდებათ. ნახე რა ეს მაგია როგორ გააგზელა ანეკდოტი. ხონდა მიდიან ერთ სიტყვით მოშივდება და დაინახავენ ირემს რა და დაიჭერენ ეხა ამ ირემს და უნდა გაიყვონ რა ერთ სიტყვით ეს სამნი არიან ეხა როგორ გაინაწილონ ირემი არიციან და ამასობაში ცოტა დაძაბულ ესეთ ვარიანტში მულტფილმს აკეთე. ხო და
ეს გელი იტყვის ახლა აზრს იტყვის რა მგელი რომ მოდიო იცი როგორ გავყოთო ძმებო ვინცო ყველაზე დიდია ვასაკითო რა იმას შეხვდესო ყველაზე კარგი და დიდი ნაჭერიო რა ირმიდანო რა და უსე მელია წამოხდება და აი ისეო ბიჭებო რო გითხრათო მეო მაშინ თბილისიო ვახტანგ გორგასალთან ერთად აღმოაჩინეო რა მეო რა და გელი უცებ დაფიქრდება და ბიჭო მაგდროსო ჩემი შვილიშვილიო კაცო ვერ დაინახევი ხოხობი რო დაიჭირა რო ჩავარდა ხო ჩემი შვილიშვილი მოიყვანაო და დათვი დაფიქრდება ეხა აღარაფერი აღარ რა თქვას ეხლა ახელები არიან ესენი და წელნახევრის არა ვარ ჯერ მაგრამ ორივეს დედას გიტირებთ იცოდე აკონ კლიანი კარგია ესეთი მოკლე ცხოველებზე კარგი იყო ეს ფანდურით ამბავიც კარგი იყო ცხოველების ამბავი აბა ცხოველები ესე იგი ესეთ სიტუაცია არის ირემმა გადაწყვიტა რომ ცხოვრების წესი უნდა შევცვალო. კარგია. კარგად დაიწყო. სხვა სტიმული მიეცა ცხოვრებაში და ადგა დილაუთენია და დაიწყო სირბილი. დარბის თელ ტყეში ესე. ნიჭიერი კაცი როა. დარბის წლეზე დარბის. ვარჯიშობს დილიდან ვარჯიშობს დარბის გაგიჟებული და გაიხედა რას ხედავს გელს აქვს არიანი შეკეთებული და ამბავშია რა და მიირბენს გელთან და დაუდგება გელო რასაკეთებო ამ ხელამ გელი ხარო ბიჭო რა მაგალითს აძლევო კურდღელსო მელიასო რასაკეთებო წამოდიო რა ცხოვრების წესი შევცვალოთო ვირბინოთო შედალოცილო და დღეოს უთაჰერიო შევიგზნოთო და გავიხაროთ გავილაღოთო და აფიქრდება რა ეს ის აქვია გელი მართალია ეჩემალალა ეს ირემიო და გაყვება და ორივერთან დაკუსკუსობენ დავიკარეხა დინგი კუსკუსი დავიკარეხა ორივერთან დარბიან რა აჭარულა დარბიან აჭარის ტყეში დარბიან შემოხვდებათ ამასობაში ლომი ლომს დაინახავს ახლა ორივე უყურებენ და ლომი რაღაც ამბებშია და ლომო ბიჭო ამ ხელა ლომი ხარო მეფე ხარო ირემიეუნე მეფე ხარო რა აქნამ გელი ლომიო რასაკეთებო ეს რაკენი გაგიჟდება მაგალითო რას გვაძლევო ბიჭო მეფე კაციო შენ რამას რო იზამო ჩვენ რა გავქნათო ამოდიო ძმაო ჩვენთან ერთადო აირბინეო ჩვენთან ერთად გავიხაროთო გავილაღოთო და ჯანსაღი ცხოვრებაო რა ყველაზე კარგიაო რა ირემიო კარგიო კაცო ლომით სიტყვის არ მართლები ხართო თქვენო გენაცვალოთ შემითავე და გააგზელებე გზას სამივე გააგზელე შენაჭარული დავიდა კუსკუსით მიდიან სამივე დარბიან წრეზე ერთი წრე ორი წრე სამი წრე და შეხვდა დათვი ეხლა დათვი არიან საკეთებს არა დაცვა დიდი ჩახანა დადგმული ასე ხარშავს მანაგურას დიჟივითა დათვი თვალები გადმოტრიალებული და სამივე მივლენ დათვთან და ბიჭო დაცო ამ ხელა ასე ბახარო ცხოველი ხარო ბიჭო ყველა შენი გვეშინიაო რასაკეთებ რა მაგალითს გვაძლევო ეს ირემეუნება მაიტაო რა დილით ერთი ჭიქარო დაგაღლებინე რას გადარიას ხალხი ჭკვიდა ამ ისტორიაში ყველაზე მაგარი რა იყო იცი როგორც დაიწყე ირემმა გადაწყვიტა ორ ცხოვრების წესს და დაიწყო სირბილიო რატო აი მარტო დარბის ირემი და სინამდვილეში გაილაღა შვენიერი ნათვის დამსახურება ყოფილა ირმის გადასარევი აბა აიღე მიდი და ნახო ჩემი დროა ხო რა მოვა რომელი თემა მოვა რიგ გარშეც შეიძლება ხომ რაღაც თუ გაგვახსენე რა თქმა უნდა რიგში რაც იყო ის არ ვიციოდა რიგ გარშე თუ მოგაფიქრა დიდი მადლობა აბა ნახოთ ღალატი აუ რიგარაშეზე არ ვიციზე გამახსენდა გეგემ რომ მოყვა იმ დღეს რა დამე ამ საახალწლო კაცო კურიოზი ხო არ გადახტენია პაატა ეკითხება დაფიქრდა ბატონი გეგე და გადახტა მაგრამ შეიძლება არც მახსოვდა შეიძლება გადახტა კიდეც ღალატი ბატონო დავიწყოთ ღალატზე ჩემი დროა ხო დიახ ღალატში ხა ფანდურს ვერ ჩავაქვს ხო არა გაცემდიან აკუნეს ღალატზე მოყვები ღალატზე ხა მივიდა ესეთი ამბავია ორი ძმაკაცი შეხვდება ერთმანეთს ორი ძმაკაცი გადაეკვეთებიან ერთმანეთს და აბა როგორ ახარ აბა რა შვები აბა როგორ მიდის ამბები და გუშინო ვალენტინობა იყო ბიჭო და რაკენიო როგორ გაატარეო ვალენტინობა ერთი ძმაკაცი მეორეს ეკითხება და ახლავე შენ არ მეწყინაო მაგრამო შენ ცოლთან ვიყავიო გუშინო რა ვალენტინობასო მთელი ღამე და დღე ერთად ვიყავითო რა ეს
დაფიქრდება ეხა ეს კაცი რა, მეორე ძმა კაცი და აუ ბიჭო, შენ რა ბედნიერი კაცი ყოფილხარო რა ძმაო რა. უბედნიერესი კაცი ხარო, ბიჭო, როგორ გამართლება გაქვსო, კაცო, რატომო რანაირად? ბიჭო, მეც ვიყავიო გუშინ ვალენტინობაში შენ ცოლთან ასულიო და მე-12 ვიყავი რიგში მაგის დედავატირეო და ბედნიერი გაუმართლა. კარგია. აბა ღალატზე. აბა გიგა. ეხლა მე უნდა მოყვე გალატზე. შენი ამბავია. ხო, გალატზე. არ დამახალე. რამოდენიმე ისტორია, მაგრამ ერთს მოყვები რა და კარგი რომელიც არის. კი ბატონო. ნუ ერთ სიტყვით სადაც ღალატიც არ არის, მაგრამ ღალატშიც გადის რა. გადამრევს ეს კაცი 10 ვიციო და მოუყვები ყველაზე კაცს. სად ღალატზე არ არის. ყავს შეიხს, ყავს 364 ცოლი რა. ადასარევი ამბავი. ხონდა? შეიხები. ჯო ვიღაც მეორე ეკითხება რომ ჯო რა 365 არისო და დღეო რა წელიწადშიო და ჯო ეს 364 რა არის ერთის დაგემატებინაო და ბარემო ყოველ დღე იქნებოდიო სხვადასხვასთან და კარგიო რა გეხვეწებიო რა კარგიო ეს წელიწადში ერთი დღეო კაცო ბოზებში აღარ გავიარო რა მოგივიდაო რა შეიხობა კიდე მოკლე და ერთს კიდე ჩავახსო კარგი ისტორია არის რა ესეთი ანეკდოტად ქცეული ნუ ორი კამაზის კარენვალი ალბათ აუხსნია ხა რა ნაწილიც არის შეიძლება ბევრმა იცოდეს შეიძლება ბევრმა არ იცოდეს და ძალიან დიდი ნაწილია ეს ალბათ 500-600 კილოს მაინც იწონის მინიმუმ რა სად უყენია და პერედოქსი რაღაცა ხითთან უყენია ერთი არა თუ ხსნი ბოლომდე უნდა რაც ეგეთი ჩახედული არ კარენვალში რა და ნუ ერთ სიტყვით რა ქვია კარენვალი ესე ეძახიან რატო იცი ეს მე აი რატო ეს ისტორიას მოყვები მე მიხვდები და ერთ სიტყვით ძმაკაცები არიან კამაზის შოფრები რა და ეხლა საყვარლები ყავთ რა ქალაქში კორპუსის ბინაში და წამოდიო წაგვიყვანეო მეგობარს ეთქვიან წაგვიყვანეო რა საყვარლებთან ღამე 10 საათი 11 საათია და მივიდნენ ეხლა ტრადიციულად შამპანიური ბამბანერკა ნამსხრები რაღაც ორი პაკეტს დაიტვირთდნენ და ავიდნენ ერთ სიტყვით მივიდნენ და მეგობარს ეთქვიან რომ ცოტა ხანი დაგველოდეო რა 5 წუთშიო თუ არ ჩამოვედითო წადიო და თუ ჩამოვედითო მე შეიძლება ვინმე დაგხვდესო რა იქო რა და ხო ავიდნენ ეხლა მერვე სართულზე კორპუსის რა და თან ცოტა ეხლა ენას უკიდებს რა ეს კაცი და ავიდნენ მერვე სართულზე და დააკაკუნეს კარზე და გამოუღო ქმარმა რა კარები და რა ხდებაო რა ვინები ხართო რა და უკაცრავათო ჯიგარო კამაზის კარნივალებს აკაჩარხავენო კორპუსში რატომ ხალხი მაგაზი დაიბნა რა კაცი მაგაზი გამახსენდა საყვარლები არიან რა საყვარელი ყავს ქალს და მოკლედ დაურეკავს რომ ამოდიო რა ოღონდ ცოტა დრო არისო ხოდა იქნება უგზაშივე გაიხადო რომ მალე მობრუნდებაო რა და გაიხდის და მივა რა იმასთან რა ქვია კარებთან ხოდა დარეკავს ზარს რა და გაახებს ქმარი და ტიტველი დგას რა კაცი რა რა კიდა და აი ხნა ლურსმანი ხوارა ხნა ლურსმანი და კოლოჯი ამორ-30 წავიღებ მოკოლასაც ხუჩი უნდა რა იმენა პროფიტ გადასარევი მე მაინც მგონია ჩემო ძმებო და მეგობრებო რომ პირველი რაუნდის გამარჯვებული 50 წელი გადავცეთ იცი რატო რომ ის სიტყვა რომ დაიმახსოვრა რაც იმ ანეკდოტში თქვა კარენვა კი ბატონო და მარტო მაგიტო კარგი გადასარევი მეორე რაუნდი და ისევ თქვენი ჩემი ჯერია ესე აბა ავიღოთ კოღოზე მოყევი მე ეს ანეკდოტი რა რომელი კოღო გახსოვ მაგარი ოკეი ძალიან მაგარი არის და გურულები აბა გურულებზე დაუკარი რა რამე ჩქარი გეხოთ და ჩემი სიყვარული ახლა გურულებზე დაუკარი იგი მიდი აბა დაუკრა აბა გურული დაიწყე რა დავამთავრე ფეგრები რომელი აი ეხლა არ არის პრობლემა ვაი გურია გურია კონცერტის რეპერტუარი ჩაია გურულებზე ეხლა რა გავიხსენოთ აბა გურულებზე ნუ ერთ სიტყვით გურიაში არის ქორწილი რა შეგაშენა ნუ დიდი ქორწილია სეფა გაშლი რაღაც პალატკა მთელი აბა ძველი დრო არის და ამასობაში ერთი ვინც არ დაპატიჟეს ამ ქორწილის ცოტა ესეთი ნეფე-პადარძის ოჯახთან ქონდა ცუდი ურთიერთობა და არ დაპატიჟეს რა არ დაუძახეს და წავიდა ტყეში თაფზე ხა თავისი საქმე ახლა ტყეში წავიდა თაფლი უნდა ჩამოიტანოს რა ტყიდან და
თაფთან ეხა დახვდება დათვი რა, ეს დათვები ძალიან მივაძალე ხო ძალიან დათვი. ძალიან გიტრიალებენ და დიმიტრიალებენ ძალიან. შეხვდება დათვი რა და გამოეკიდება რა ეხა ამ გურულზე რა ქნას და გამოიქცა რა ისე ვახეთკენ და ხალხმრავლობაში შევარდებიო რომ იქ აღარ შემოყვებაო რა დათვი იფიქრა და შევარდება პირდაპირ ამ ქორწილში რა და ეს დათვი შეყვება ერთი წუთი ისე შევარდება რომ ატყდება ჭხუბი რა იქ რა მთელი ამბავი დაგნარია მიდის ახეთური და მეორე დილა გათენდება რა და დამტრეული არის ნახევარი მაყარი კაროს ფეხზე ვერ დგას ზოგს ფეხი აქვს მოტეხილი ზოგს თვალი აქვს ჩაურჯო ზოგს და რა იყო თუ კაცო რა მოგივიდა თუ რა არისო და არ ვიციო რა ვიციო ბიჭო ეს ერთი ხო კაიო რა მაგრამ ეს მეორეო დუბლი უნკარო ეცო კაცო რა მაგრა ჩხუბობდა კარგი აბაბეკო კარგი იყო ესე იგი გურიიდან ბათუმში დაქალებმა წაიყვანეს შვილები რა იქვე ახლოს იქვე ახლოს და სანაპიროზე ზიან ეს ხა ორი დაქალი და თავიანთი შვილების ქებაში არიან და დიდებაში და ერთი ეუბნება მეორესო აი ჩემმა შვილმაო ძალიან კარგად თუ იცისო რუსულიო ჩემმა შვილმაო და თუ გინდაო რა გაჩვენებო აგერო ეხა თუ აგჯერაო ბავშვი არის 5 წლის და სხლავსო ქალო რა სხლავსო და მაიყვანე ერთი აბა ქალო და ნახოთო და დაუძახებს ეხა ბავშვს რა ეს ქალბატონი და ამოვა ეს პატარა ბავშვი წყლიდან და აინდა დედი მოგისმე და აბაო ეხა შვილო შენ მითხარიო მეო რუსულად რას ნიშნავსო ხლებო დაფიქრდება ბავშვი ბაღანა და პურს ნიშნავს დედა ხლებო აბაო ახლაო ბაღანაო შენ მითხარიო რას ნიშნავსო ბუტილკაო დაფიქრდება ბუტილკა იბუტილკა არა და ბოც ნიშნავსო დედაო ბოცო ოჩახო დედო აბაო ეხლა მითხარიო სირო რას ნიშნავსო დედაო სირო და ყველს ნიშნავსო დედაო სირო აი ხო ვიციო დედაო ყველიაო და შეგენაცვალოს დედაო და ეს მეორე ქალი უკვე წმუნდება რა იცის ბავშვმა მთელი ამბები აბაო შვილო ეხა მითხარიო სახარო სავარ დედა და ბათუმში მაინც უცებ პატარა მოკლეს ჩავაქსო რა ჩაქსო გურიაში ხდება ერთი წუთის ამბავი ერთი იძახის რომ ჩემო მეზობელმაო ბავშვს იმ ხელაზე დაუყვირაო რომ შიშისგან ოთახი მეს დავალაგეო რადგან ბაღდათ მოგწევს უფლებას რადგან გური ესეთი სწრაფი ანეკდოტები არის ძალიან მაგარი იმით მოყევი გურული კაცი გახდა ნაბეტანი გლახაც და კობაბარათელი გასწავლიდა მაგანი კობა ჩემმა კობა მაგის ანეკდოტებშია ძირითადად სასწრაფო ავად გახდა ზუსტად ეგეთ რაღაც არის გახდა გლახად და გამოწერის დღე არის უნდა გამოწერონ ახლა ეს კაცი და ექიმმა დაუნიშნა რამოდენიმე წამალი დიახ ახლა ექიმს ეკითხება ექიმო აი წამლებიო დღეს საღამოს დავლიო თუ რა ვქნაო დღეს დალიო ექიმი უნება საღამოს და თუ გადარჩებიო ხვალ საღამოსაც მიაყოლე შეგინაცვალე მე სხარტი ანეკდოტების რუბრიკა ხო არის და გურულებზე ყველ გაჯდება და ძველია რა თქმა უნდა ეხა აქ არავინ არ გავალდებულებს რომ მოვიგონოთ მაგრამ მე მიყვარს გურულებზე ძალიან აი გურული ხასიათს აჩვენებს რა მატარებლის იმაში რომ ვაგონს გააღებს გურული რა თბილისში მოდის და ორი შავკანიანი ზის კუპეში რა გააღო კარები და რა დაიწვა რა მე თუ გისტები მაგნები არის ამ დამტრობაზე გამახსენდა რა დამტრობაზე ორი ძმაკაცი არიან ბიჭო გიждდებიან ტიტანიკზე აი ძმაკაცები ფანები არიან ძმა ამ ტიტანიკის და ერთხელაც ეს ერთი ძმაკაცი მოხვდება ერთ-ერთ კუთხეში სამეგრელოში რა და ბიჭო ზაზე შემოხვდება ფერადკანიანი გაგიждდება რა უნდა ამ სამეგრელოში ამასო და მივა და ვინხარო შენ საიდან ხაო და ის ეთქვის ქართულ მეო ლეონარდო ვარ დიკაბრიო გაგიждდება გადაირევა სიხარული ჭუიდან გადავა და დაურეკავს ამ თავის ძმაკაცს ბიჭო იციო ვიმნახეო სამეგრელოშიო და რამხელა ტყუილში გვიცხოვრიაო ჩვენო იციო შენ საერთოდ რა ხდებაო ამ ტიტანიკზე რა ხდებაო კი მაგრამ ბიჭო ტიტანიკიო კაცო კი არ ჩაიძვია დამწვარაო ძმაო აია კარგია მოდი აიღე ხლა ხა მე გაუსმევ და გამოუსმევ გაუსვი და გამოუსვი ვითო ჭიაურია კარგია ეგა საინტერესოა რა იქნება შემდეგი კახელები არ იქნება იმედი მაქვს ოჯახი ო ბათაშორის ძალიან სათუთი თემაა და სახიფათო
სახიფათო და ისეთი არ უნდა მოყვე. სათუც მოყვები და ახლა სახში ვერ მიხვიდე. სათუც მოყვები და შემდეგ თქვენი გადაცემა რო გავა გავთიშავ ტელევიზორს რაღაცას გაგირეკავ მე ბექა გახიზნე. გაიყვანე. ესეთი სიტუაცია რომ ცოლი გაიგებს რომ ქმარი ღალატობს რა. აუ. ამ ქმარს აქვს დაბადების დღე. დაბადების დღე აქვს იმ დღეს რა დღესაც გაიგო და შვილთან მივა ეს ქალი რომ დედიო შენ მხარდამჭერა ჭირდებაო რა. მამიკომ ღალატობსო რა ვიციო მამა შენ ღალატობსო და დღესო დაბადების დღე აქვსო და დიდი ურმარილი უნდა გავშალოთ აქ დიდი სუფრაო და ბებიები ბაბუები ყველა აქ იქნებაო და აი რო განიშნებო თვალითო მაშინ დაიწყეო ამ ყველაფერზე საუბარი და მოყევიო შვილო ეს ყველაფერი ყველამ გაიგოს ყველაფერიო და კარგიო დედაო რაზეა ლაპარაკიო და საღამოა სტუმრებიც მოვიდნენ გაიშალა პურმალი მიდის кейფი ერთი ამბავი აი ჰუი სიდედრი სიმამრი ირევიან ერთმანეთში და უცებ ამ კალმა მომენტი იპოვა და ანიშნა შვილს და ბავშვი წამოდგა ფეხზე და სათქმელი მაქვს რაღაცაო და აბა გაჩერდით ბავშვს მოусმინოთ ბავშვს მოვთელმა ბავშვი ლაპარაკობს და მოусმინოთ და დაიწყებს ახლა ეს ბავშვია ერთი რაღაცა გულის სატკივარი მაქვსო რა მამა ჩემიო დედა ჩემს ღალატობსო და ოპა აქ ეხლა უკვე დაძაბულობა წამოვიდა და ძალიან სიუჟეტიანი მერეო შვილო დედა რანაირათო როგორ ხდებაო დედიკო და შენ რო სახლიდან წახვედიო გუშინო მაგალითათო აგერო ხათუნა ბიცოლაო ამოიყვანა სახლშიო და ოპა ხათუნაც აქ არის ხათუნას გმარიც აქ არის და ერთი ამბავი არის რა რას ქვია მერეო რა ქნესო მერეო შვილო რო ამოიყო მერეო ოთახში შეიყვანაო დედა მერეო შვილო მერეო რა ხდებაო მერე დავაგებინე ჩვენ სახლა მერეო რა ხდებაო და აგერო შენ რო მამიკო რო არ არისო სახშიო და სამსახურში მიდისო რა ჯუმბერი ბიძია რომ მოდის და გიკეთებსო იმას უკეთებდაო ზუსტათო და ჯუმბერი და ხათუნა დაწვა და ერთი ამბავი ჩემო გადასარე მოკლედ ძალიან პორნოგრაფიული არის ეგრევე ჩავერთვები ერთი პატარა გამახსენდა ოჯახში იქ შეერთვები კაცო აი ზუსტად ანალოგიური სიტუაციაა მე ჩავერთვებიო სუფრაზე ხდება რა ეს ამბავი მამა ელოდება თანამშრომლებს რაღაც თანამდებობაზე მუშაობს და ცოლს უთხრავა გაშალე პორმალიო დღეს საღამოს მოდიანო სტუმრებიო ჩემი მინდა რომ ხია სამსახურიდან და არ შემარცხინოთ დავაი დროზე და შვილი ყავს ძალიან უზრდელი რა აი უკიდურესად უზრდელი ბავშვი ყავს რა და ანუ ოჯახზე ყვებით თქვენ ოჯახზე ყავს მე ერთი მაქვს კიდე ესეთი და მოგეს უბრალოდ სუფრაზე რო იყო მაგიტო და ერთ სიტყვით შვილო მოდიო ჩემთანო ერთ წუთიო მივიდა რა არისო მამაო და იცოდეო რა დღესო სტუმრები რომ მოვლენო ჩვენთანო გეხვეწებიო რა სუფრასთან რომ დაждდებიო რაღაცო ხმა არა მოიღო არ შეიგინო არაფერი არ თქო რა და კარგიო მამიო კარგიო ხო და აჰაო შენ უნდა 50 ლარიასო გჩუქნიო მაგის გამო და აბა შენ იცო დღესო არ შემარცხინო და კარგიო ეს 50 ლარი ჩაიდო რა თელი ამბავიას ხტივს და მოვიდნენ ხა დაჟინე სუფრაზე რაღაც აქეთ ურიქით ორი და ეს ბავშვი ხოზის და სადღეძლო მიდის ჩორბას ტრადიციული სუფრა მიდის და ამბავს რა ბუზმაში აწუხა რა ეს ბავშვი რა ხან წავა ყურზე დააჯდება ხან ცხვირზე ხან რაღაც ხან როგორ იცის და მამიკო და რა იყო შვილო და აჰა შენი 50 ლარი და ამბუს უნდა ხო და ეხა ერთი კიდე მინდა რომ ოჯახზე მოყვე მე მგონი თან ბავშვობაში მაქვს ძალიან დიდი ხნის წინ ალბათ 15 წლის წინ თქვენგან მოსმენილი ეს ანეკდოტი და ძალიან შემოყვარდა 15 ან 12 წლის რამდენი წლის ხარ 51 15 წლის ფაქტიურად ტოლები ვარ და ეტყოს ძალიან ადრე მაქვს მოსმენილი თქვენგან და ძალიან მომეწონა ეს ანეკდოტი და დღემდე ძალიან მე თუ ჩემო როგორ დავბერდი ნუ ერთ სიტყვით დავიწყო აბა რა უნდა ოჯახია ერთ სიტყვით და მაინტერესებს რა წვებოდი პატენცებულო ტელემაყურებელო 15 წლის წინ რა ანეკდოტს წვებოდი მაინტერესებს შვილი ყავთ ერთ სიტყვით ცოლქმარს რა და ყოველგამე რომ დაწვევიან რა ამ შვილსაც დააწვენენ აძინებენ და ეხლა რაღაც რომ მოუნდებათ რა ცოლქმარს ეხლა ლოგიში და შვილს გამოძახებენ რომ გძინავსო და ეს ბავშვი ეტყვის რომ არაო რა და ადგებიან და დასხებენ ცემენ რა ერთ სიტყვით რა და გაიძინე და ცემენ რო არ ძინავთ რა ეხლა უნდათ ხა მოთხოვნილება აქვთ ეხლა და ნუ ერთი კვირა გაგრძელდა ესე რომ ამ დაუძახებენ გძინავს არა კიდეს ცემენ და დაიღალა რა ეს ბავშვი რა გააკეთოს ეხლა და მივიდა პაპამისთან შეშივლო პაპიო რა
აი ესე ხდებაო, ესე ვიტყავენო ყოველ ღამეო დედაჩემი და მამაჩემი ცემენო გძინავსო არაო და ესე ცემენო და რა გავაკეთო და შეუტვინო შეიძლება რა უნდა გააკეთო ბიჭო ხმა არ მოიღო ჩუმად იყავიო ხო და ვითომ გძინავსო და ისინი ზოგადსო არაფერს აღარ გეტყვიანო რა და კარგი პაპი მადლობაო რა და დაწვევიან ახლა კიდე დააწვევენ ბავშვს და აბა არაჩო და გაზახებენ გძინავსო და ეს ხმას არიღებს ჩუმად არის რა გძინავსო კიდე დაუძახებენ და კიდე ხმას არიღებს ჩუმად არის და დაიძინავ მოდი დავცხოთ და რატომ უნდა დავცხოთ კაცო ხომ ძინავს არა წამოხდა და მეც გამახსენდა ერთი ამ თემაზე გამახსენდა რა დანეთ ქორწილში არის მაყარი ჩასული და დიდი ქორწილი აქვს და მოკლედ ისე მოხდა რომ თბილისიდან არიან წამოსულები და დასავლეთში ქორწილია და იმ საღამოს ვეღარ დაბრუნდნენ უკან და დიდი სახლში გაშალეს დიდი საქვია ესე დაბლა საღებ დაბლა ყველა ერთად ადრე რო იყო ხოლმე რა ეხა ცოლქმარი წევს ერთად რა და ესე მოუწიათ წოლა ერთად იქ და იო მოუნდებათ ეხა რაღაცა ერთმანეთს შეხუტება სიყვარული ამბავი რაღაცა და ამდენ ხალხი როგორ უნდა ქნან ეხა ამდენი ხალხია ასეთი ამბავია ისეთი სიტუაციაა და მე ვიციო იტყვის ეს ქმარიო ახაო მე ჩუმათეუბნე მე ვიციო როგორც უნდა მოვაგვაროთ ეს ამბავი გავიგოთ უცებ ძინავს თუ არა ხალხს კბილი მткиვა კბილიო და ვინმე წამალი ხო არ გაქვს წამალიო კაცო კბილი მткиვაო და ხმას არავინ არ მოიღებს და დაცხებენ ცოტა ხანში რა ძინავს და წავიდა დაცხებენ და მეორე დღეს ახლა ყველა გაიღვიძებს და ერთი იტყვის ერთ ძინავს რა ძალიან დიდი ხანი ძინავს და აღვიძებენ რა მოგივიდაო შეკაცო და აუ კვდებიო ნაბახუსებზეო ვარო პახმელიაო ისაო ესაო აი თავი მისკდებაო რა და მერეო შეკაიკაცო გეთქვაო კაცო რა პრობლემა იყო თავი თუ გისკდებოდა ამ ხელო ოჯახია წამალი და მელიაო რას ლაპარაკობ ვეღაცას კბილიას ტკივდაო წამოიყვირავ და მთელი ღამე თუ ხოდა დე კარი სასწაულია და თვითონ რო იცინის მაგრა და თუ ხოდა ადებთო დავადებთ ხა თუ თუ დამიდეთ შვილიშვილი რომ მივა იცი აბა სახში რა და მოყვება მასწავლებელი ფიზიკის და თითიაქ ესე ამ მასწავლებელს ესე დააუკეთო რა არის გადაგვრიაო რა ქიმია და რაღაცეებს გააკეთებს გააკეთა ქიმიის გაკვეთილზე რაღაცა ხსნარი შემოვიდა ჩემთანო მეუთხარი ხელში რა გიჭავს მომასხაო და თიც ვეღარ უკეცავო მოაშორეთო რა გაანე ამ ცდებს გაანებოს მოკლედ დედენ წაიყვანის და ეჩხუბები ამ შობლები და პაპამისმა დაუძახა მოდი აქ ალევანაო და რა ეგ რა არისო პაპი ეგ ხსნარი დაგჭაო რასო პაპი როგორ არა მაგოდა აი და ცოტა მომეციო და ასმაიც მოგცემო ხვალ დილასო მის ამან აბა პაპამ დატესტა და თელი ამბავი აქ სახლი გადანგრეულია და გამოვიდა 200 მაინც აძლევს და ეს რა არისო და ეს პებია შეიძლება გამავატა გადასარევი პრინციპში მოვრჩით ხო მეორე რაუნდით ჩვენ ახლა მესამე რაუნდი არის თავისუფალი თემა ამასლავს გადავცემ ბექას ახლა მე კი ბატონო გასათამაშებელი დარჩა 200 ლარი აგერ იყურებიან ბიჭები რომ ხინკალზე დღეს მოვუწევთ დღეს არაჩვეულებრივი მეგობრები თავისუფალი თემა თავისუფალ თემაზე ისტორიები შეიძლება ალბათ მე ცეკვითაც შეიძლება სიმღერითაც შეიძლება წეგან ჩაინიკა ვახსენე და რეკვიზიტი გამომაყოლა რა თავისუფალ თემაზე უნდა მოხვე მიდი მას საოცარი ადამიანი ქალი არის რა წამოწოლი და ოჯახში წამოწვა ვაიმე ხო იცი ქალები ვაიმე წელი თვალებში ისხამს ხა ამას ას ჩაიცხამს ეს მე მეორე თვალში გადაისხამს და გაიხედავს გამოიხედავს და ჩაიწეთებს და ქმარი მოვა კაცო რას აკეთებო კაცო თვალებში ვერ იხედები და იმაჟვებიო რა გვია ისხამო ეს რა იყო ამასაც არ უნახია გაიხადი არაფერი ესეთი რაღაცა
ნაზულმანი თუ ეხლა იცი რაზე ვიცი მე ჩაინიკა რა დღეშია იმაზე ვიცი კარგია ბრავო რეკვიზიტი დაუბრუნე მე ბაგი იწვეთებს თავარია არ დააწვეთოს თავარია ეგ აბა რა კონკურენტობა უნდა გაუწიო ო ეხლა მე მოყვებით ჩემი ჯგუფის წევრზე ძალიან თავისუფალ ისტორიას ძალიან კაი ამბავი არის უბრალოდ ვერიდებოდი ხოლმე ამის მოყოლას მაგრამ ბოლო დროს გადავწყვიტე რომ არ მოსაყოლი ამბავია ნამდვილად და მესამე რაუნდში გადაწყვიტე რომ დამეთანხმებით რომ მართლა მოსაყოლი იქნება რა ნუ ერთ სიტყვით ერთ-ერთ რესტორანში მუშაობთ და ჩვენს ერთ-ერთ ჯგუფის წევრს ჰქონდა მაშინ ჰქონდა ნერვოზები აწუხებდა ხოლმე რა ხშირად აწუხებთ ხალხს ნერვოზები და ხან თუდად ხდებოდა ხან ვაიმე ყვდები ხან კარგად არის ხან როგორც ხდება ძალიან ცუდია დაავადება ხო თუდად ვიწყებ მაგრამ ბოლოში კარგად არა ძნელია ძელია კი და ერთ სიტყვით ფერი დაკარგა რა სცენაზე ვზივართ უკვე და ფერი დაკარგა გათეთდა კაცი რა და ვაიმე ყვდები თუდად ავარო და ჩვენ ჩავამთავრეთ ეს გავიდა მაგრამ ჩვენ ჩავამთავრეთ მუსიკა და გავყევით ეხა ყველთან და წრევა აუვარდა რაღაცა კანკალებს და გამოვიძახეთ სასტრაფო. მოვიდა სასტრაფო ეს მთელი რესტორნის პერსონალი დაგვეხვა თავზე, ხაერი აღარ აქვს, მივიდეს, წამოვაწვინეთ დივანზე, დიდი დივანი იყო, წამოვაწვინეთ დივანზე და დახოვლები ვარ და ეს სასტრაფო მიმიშვით, ზოგი წნევას უსინჯავს, ზოგი ნემს უკეთებს, ვალიდოს ენის ქვეშ რაღაცას უდებენ წამარსოთ და მოვიდეს და თვალები აქ ამოტრიალებული ეხლა რა და თუდად არ იყვდება კაცი რა და ჩვენც ვამშვიდებთ აქედან კაი არაფერი ყველაფერი კარგად იქნება რაღაც და ამასობაში ჩვენ ყავდა პარკინგის მეთვალყურე პარკინგოლოგი ესეთი ადამიანი ცოტა შეუძლოთ იყო ინსულტი ქონდა მიღებული რა ადამიანს და ცოტა ის ხელი და ფეხის მოქმედება არ ქონდა და ცოტა ისე და თან იცი როგორ ლაპარაკობდა აი ყველაზე გამოსარჩევი რა არის მაგის საუბარში კბილებს ერთმანეთს არ აცილებდა ხოლმე ისე ლაპარაკობდა აი მაგათად მე როგორ ახლა რაღაცა ვიდეოდი ეკითხებოდა ხოლმე და ეს ყველაფერი კახი მათიცის ყველა მიცის და წამოწოლე კახი რაღაც და ხარხმარობა უნდა დაინახა გარედან შემოვიდა რა ხდება რა შეგიძლია გარკვევა უნდა ამის და მოდის ახლა დაინახა კახი არა და იქამდე ბოდიში ვიტყვა კახი სიცნობდა იქამდე რა ეხვეწებოდა მოპედით მოდიოდა ხოლმე კახი და გამაგატავეო რა მათხოვეო ეხვეწებოდა ის მოვიდა ახლა რაღაც ესე მოვიდა თავისთვის და ეს კახი ხო წევს დივანზე და დახედა ესე მაღლიდან თან თავიდან მოვიდა ეს დახედა და როგორ ახლა კახი ეუნება და ეს კახი ხმას ვერ იღებს თვალები გამოტრიალებული რაღაც მთელი ამბავი და არა უშავრა მეც ეგრე ვიყავი და ხო ხედავ ეხლა როგორ სავაო და კახი მოყვდა. ცუდად გახდა ვაიმე მიშველეთ გაიყვანეთ. მე მგონი ეხლა ცუდად გახდა რა. არა მეც ეგრე ხო ხედავ რა კარგად თავარი ხლა. ხო ხედავ და ვაიმე დედა მიშველეთო კახი და აუ ჩემი ეს ნერვოზი მქონდა. ხო ხედავ ეხლა რა კარგად თავარი. ძალიან ისეთი კარგი ისტორია. კარგია ბიჭებო, გადასარევი. ნამდვილად კარგი გადაცემა გამოვიდა. ამ 200 ლარს მე გაგიყოფ 100 ლარს მოყვება. არ გვაჩხუბებ ესე იგი. არა, ესე იგი გამოგივიდა შენ, ჩემ ბატონო 150 ლარი. რას ხუმრობ კაცო, ამოდენა ფულს გაძლევ, სადმცალია სახუბრა. 150 ლარი თქვენ გამოგივიდა, 200 ლარი თქვენ გამოგივიდა. აჰა. მერთმა მშვიდობაში მოგახმარა. თქვენ გენაცვალე, გაიხარე. და ხოლოებით 80 ხინკალი და არყის ფული რჩება. აჰა, всё. გაგინა, წვიმიანი ამინდია, სიმღერა თქვენ იცით და მე აქვე დაგემშვიდობებით, როგორც იმ პირობით, რომ ერთს კიდე გვიმღერებ. გენაცვალე, აუცილებლად. აუცილებლად, რა თქმა უნდა, ბიჭებიც აქვს. დიდი მადლობა თქვენი დრო რომ დაგვითმეთ. მადლობა ჩვენთვის რუსთავი 2-ის და კერძოდ ამ გადაცემის კარები ყოველთვის ღია, ისტორიები გიმრავლოთ. სახუმაროთ შემდეგში უკეთესი ისტორიებით მოვა. დანკა ისტორიები. და ჩვენ დაგემშვიდობებით და შევხვდებით მომავალ კვირას აუცილებლად რუსთავი 2-ს. გოგომიდის მოხვეულში ოდელი არანუნი სტაცეხელი არ გაუშვი ოდელი არანუნი სტაცეხელი არ გაუშვი ოდელი არანუნი დედამისი მეხვეწება ოდელი არანუნი აკოცე და გამოუშვი ოდელი არანუნი აკოცე და გამოუშვი ოდელი არანუნი რანუნი რანუნი აკოცე და გამოუშვი რანუნი 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 არც მაგობზე არც გაუშვი ოდელი არანუნი
თვალი ჩამიკრავო ოდელიერანული მაკოცეო ასე მითხრა ოდელიერანული მაკოცეო ასე მითხრა ოდელიერანული გოგო უცუნა ოდელიერანული შენ შეგირწყვეს ნამუსიო ოდელიერანული შენ შეგირწყვეს ნამუსიო ოდელიერანული რანული შენ შეგირწყვეს ნამუსიო რანული მამა ჩემთან წავიყვანე ოდელიერანული ჩემასე მითხრა ოდელიერანული ჭკვადიაცის არ მომწონსო ოდელიერანული ჭკვადიაცის არ მომწონსო ოდელიერანული მამა ჩემო რაღაც კვერჩი ოდელიერანული დაგოცე დაგვადღე გრძელე ოდელიერანული დაგოცე დაგვადღე გრძელე ოდელიერანული ჩასახუტებელო ოდელიერანული